ეს სახლები იყო მიწის ქვეშ და ახასიათებს სამ რეგიონს. ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი. ეს რეგიონები, რომლებიც ყველაზე უფრო გაწმებულები იყვნენ ამ თურქების და სპარსელების შემოსევით. ამიტომ ხალხი იმალებოდა მიწის ქვეშ. ეს ეგეთი დარბაზები იყო მიწის ქვეშა კონსტრუქციები. სხვა შორის, ეს მე-19 საუკუნეა სახლი, მაგრამ რაღაცა მსგავსი მიმსგავსებით სახლები მიწის ქვეშ არსებობდა უკვე 3000 წლის წინათაც. ასეთი რაფინირებული არ არის საკურველია. სახლის სამივე მხარე და გუმბათი ზემოდან მთლიანად დაფარულია მიწით. მარტო ეს მხარე არის ღია, რომ შემოხვიდე პრობლემის გარეშე. დანარჩენი არაფერი არ ჩანს ამ სახლის. და ეს შემოსასვლელი არ იყო მიმართული ამ მთავარი გზების მხარეს, რომ არ გამოჩენილიყო. ანუ იმისკენ არ იყო მიმართული. და ყოველთვის შემოსასვლელი უყურდა საერთოდ იმას სამხრეთს და ის კედელი ჩრდილოეთს, იმიტომ ჩრდილოეთ კედელი არის ყველაზე ცივი და გამოიყენებოდა როგორც მაცივარი. და ყველაფერს რაც კი ადვილად ფუჭდებოდა ეს პროვიზია, ყოველთვის დებდნენ ამ თახჩებზე, ამ ჩრდილოეთ კედელზე და არ ფუჭდება მაშინ ეს პროდუქტი ადვილად. და შემოსასვლელი სამხრეთისკენ არის მიმართული. თუ კარები ღია გაქვს, მით უფრო მეტი სინათლე და ჰაერი შემოდის. თუმცა ვენტილაციაც აქ ფანტასტიკური იყო. აი ამ გუმბათის მეშვეობით და გუმბათი აგებულია ეს არის 12 წახნაგიანი. არსებობდა უფრო ნაკლები წახნაგები, 4, 6, 8 და 12. ეს არის 12-იანი ყველაზე რთული. და შეადგენს 452 ხის დეტალისგან შემდგარ ამ გუმბათს. და არის 12 წახნაგი, ანუ ერთის გამოტოვებით უნდა დათვალო და გამოდის აი 12 წახნაგი. და ასეთ გუმბათებს ეძახდნენ კიდე მერცხლის ბუდეს. აი მერცხლის ბუდეს გავს, ან აი ეს გირჩი რო უყო მოატრიალო, ისეთ შაბეჭდილებასაც ტოვებს. ეს ორი ბოძი, დედაბოძი წარმოადგენდა ორ ხეს ბიბლიიდან. ეს იყო სიბძნის ხე, ეს იყო სიცოცხლის ხე. სიბძნის ხის წინიჯდა ოჯახის უფროსი აი იმ სკამზე, მეტი არავის უფლებად დაჯდომის არ აქვს და აქეთ იჯდა მისი რძალი. იმიტომ ბავშვები დაებადა და აგზელებდა ამ ოჯახის გვარს. ამიტომ ყველაზე უფრო ასეთი საცემი ადგილები იყო ეს ორი. დანარჩენი ოჯახის წევრები ისხდნენ ამ კედლის გარშემო, მისი მეუღლე იჯდა მის გვერდზე.